რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კარგი ახალი ამბავი, რაც გავიგეთ სომალიდან ჩვენი მეზღვაურების გამოხსნაზე. მინდა ვთქვა, რომ სულ მუშაობთ, დღე არ ყოფილა რომ ამ საკითხზე არ მეფიქრა მართლა თითქმის და ძალიან ნერვიულობდით, იმიტომ რომ რამდენჯერმე ჩიხში შევედით. თან ახლა ის იყო, რომ თითქმის 600 მოქალაქე, მათ შორის ძირითადად ინგლისელები, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან იქ დატყვევებული და ჩვენი მეგობრებიც გვეუბნებოდა, რომ კარგი ეხათ დაანებეთ თავი, იმიტომ რომ არ არის ეგ თქვენ მასშტაბის ვერ წდება ამ ხალხის განთავისუფლება, აგერ ამხელა ქვეყნები მუშაობთ და ვერცეს ვერ გაგვითავისუფლებია და ჩვენ ერთი წამით არ ჩამოგვიშვია ხელი. და ერთი წამით არ შევგვევებივართ ამ სიტუაციას. და ყველანაირი განკარგულება ხდება მიცემული, უამრავჯერ გავაგზავნით ხალხი, თან უბედურება ის იყო, რომ საჯაროთაც ამას ვერ ავამბობდით. იყო 1000 გვარი ჩვენი კრიტიკა და ყველაფერი, მათ შორის გასაგები იყო, მათ შორის ოჯახის ზოგიერთ წევრს ხრიდანაც, იმიტომ რომ პრინციპში ვერ ვეუბნებოდით რას ვაკეთებთ. და ვერ ვეუბნებოდით, იმიტომ რომ როგორ თქვა, საერთოდ ჩაიშლებოდა ეს ყველაფერი. და აი ესე ძალიან დიდი მოთფენით, დელიკატურობით და მართლა ყოჩახ გიორგი კარბელაშვილი რა ძალიან მაგრა იმუშავა ვერაკობალიამაც, რომელიც იქ საერთაშორისო ორგანიზაციაში გავაგზავნით რამდენჯერმე, გვასწავლეს რაღაც გზები და შემდეგ კარბელაშვილი მართლა კარბელაშვილმა ნახევარი მსოფლიო მოიარა, ბევრჯერ ჩავიდა, რა ხალხზე არ გავიდა, ვის არ დაელაპარაკა, რა შესასრულებლები და გამოსასრულებლები არ იპოვა და ბოლოს რა თქმა უნდა გამოვიდა და ეს არის მე ვფიქრობ მაგალითი იმისა, რომ საქართველოს შედგა როგორც სახელმწიფო. და საქართველოს დასაკარგი ხალხი არ აყავს. და საქართველოში არის სახელმწიფო, რომელიც თითეული მოქალაქისთვის, თითეული ადამიანისთვის, თითეული კაცის გადარჩენისთვის იბრძოლებს ბოლომდე. იმიტომ რომ ამაზე მაღალი ამბიცია და ამაზე მაღალი ამოცანა თუ არა თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვა, მომავლის გადარჩენა არ ჩვენ როგორც ცხოვრებას და არც ჩვენ როგორც სახელმწიფოს ნამდვილად არ გაგვაჩნია. გუშინ წინ როცა ეს ამბავი საბოლოოდ შევიტყვი, იმიტომ რომ აი დღეზე უკვე ბოლოს ვაწუხებდი, კარბელაშვილს დღეში ბოლო ერთი თვე ურეკავდი 15-ჯერ, როცა რომ აბა რა ქენი, აბა რა ვიცით და ბოლოს რო შევიტყვი, აი ესე მოგვეხსნა გული და მართლა ის იყო, რომ კიდევ კარგი. და მინდა მართლა ამ ოჯახებს მიულოცოთ, რომ შვილებს, დედებს, მეუღლეებს უბრუნდება თავის საყვარელი ხალხი. ეგ არის საბოლოო ჯამში ყველაზე კარგი და ჩვენ გვიბრუნდება ჩვენი მოქალაქე.